როცა პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ეგონა რომ ყველაფერი რამდენიმე კვირაში თუ არა დღეში დასრულდებოდა. დიდება მას მოუტანდა. ახალი რუსული იმპერიის დასაწყისი პუტინის მეთაურობით, რომელიც თავის მემკვიდრეობას ამყარებდა. ამ ყველაფრიდან არც ერთი არ მოხდა. ახლა პუტინი აშკარად აცნობიერებს ფაქტს, რომ ის მოკდება მანამდე, სანამ მის მიერ დაწყებული ომი დასრულდება, მაგრამ მას უკრაინა არ მოკლავს. რუსეთის ელიტიდან დაწყებული, სამხედრო ბლოგერებით გაგრძელებული და პუტინის ყველაზე ახლო წრემდე, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა, ყველა მის წინააღმდეგ გამოდის. ზვიგენები გარსულიან და პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მათემატიკურადაც კი პუტინის ომი 10 წლეულების განმავლობაში გაგრძელდება, მას შემდეგ რაც ის აღარ იქნება. ეს ძალაუფლებიდან გადაყენების საკითხიც კი აღარ არის. ამჟამად რუსეთი უკრაინის 20%-ს აკონტროლებს, რაც ნიშნავს, რომ მას კიდევ დაახლოებით 482,000 კვადრატული კილომეტრი აქვს დასაფრობი. ომის შესწავლის ინსტიტუტის მიხედვით, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთმა მხოლოდ 348,3 კვადრატული კილომეტრი უკრაინის ტერიტორია დაიკავა. და ეს მოიცავს ტერიტორიის წმინდა დანაკარგსაც, რომელიც რუსეთმა აპრილში განიცადა. ამის სამზე გამრავლებით მიღებული წინსვლა სულ რაღაც 1044,9 კვადრატულ კილომეტრში ადგენს. თუ უკრაინის დარჩენილი დასაკავებელი ტერიტორია ამ რიცხვზე გავყოთ, მივიღებთ 461 წელს. ვლადიმერ პუტინი შეიძლება კიდევ 4 სიცოცხლე იცხოვროს, იმაზე მეტი რაც ახლა აქვს და მაინც დიდი ხნით ადრე მოკვდება, ვიდრე უკრაინა დაეცემა რუსეთის ამჟამინდელი წინსვლის ტემპით. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ცუდი ეს მათემატიკა პუტინისთვის, ეს არ არის მიზეზი, რატომაც ის დიდი ხნით ადრე იქნება უძლური, ვიდრე უკრაინა დაეცემა. რეალობა რო წყდება ისაა, რომ მისთვის ბევრად მეტი საფრთხე მოდის შიგნიდან, ვიდრე უკრაინიდან. უკრაინის შემთხვევაში მაინც ვლადიმერ პუტინს შეუძლია ჯარისკაცები გაგზავნოს სასიკვდილოდ და არ იდარდოს იმაზე, რომ სახლში ჭრდილებში დანებს ამლესავენ. დრო ის არ არის, რაზეც ვლადიმერ პუტინს უნდა ედარდოს. ყველაფერი დანარჩენია საფიქრალი. დაწყებული იმავე ორგანიზაციით, რომელსაც ვლადიმერ პუტინი იყენებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, ანუ FSB. ზედაპირზე ჩანს, რომ FSB ვლადიმერ პუტინის ინტერესებში მოქმედებს მას შემდეგ, რაც მან დაიწყო ომი. ეს არის რუსეთის ელიტური უსაფრთხოების სამსახური, რომელიც სავსეა იმ ტიპის ოპერატივით, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი კარგად იცნობს საბჭოთა კავშირის ძველი KGB-ს დროიდან. ვლადიმერ პუტინის მსგავსად, FSB უფრო მეტად კონტროლზე, ძალაუფლებაზე და იმ რესურსების მართვასა და ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული, რომელსაც პუტინი ყველაზე მეტად აფასებს. სულის მონათესავეები გარკვეულწილად. მაგრამ სწორედ აქედან იწყება პუტინის პრობლემები. თუ მან FSB-ში სულის მონათესავეები იპოვა, ეს ნიშნავს, რომ მან იპოვა სხვებიც, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში. პუტინი ფლობს ძალაუფლებას. FSB, რომელიც თითქოს უნდა დაეხმაროს მას ძალაუფლების შენარჩუნებაში, სინამდვილეში ნელ-ნელა ართმევს მას ძალაუფლებას. ისევ, ეს ყველაფერი აშკარა არ არის მხოლოდ ერთი სწრაფი შეხედვით იმაზე, რასაც FSB აკეთებს პუტინისთვის. როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრება დაავალა, სწორედ FSB-მ განახორციელა ეს. ყოველ ჯერზე, როცა პუტინს სჭირდებოდა თითქოს და კორუმპირებული ოფიციალური პირის დაპატიმრება ან ფანჯრიდან გადაგდება, იქ იყო FSB, რომელიც მის ნდობას იმსახურებდა ყველაფრის შესრულებით, რასაც ის თხოვდა. რაც პუტინმა ვერასდროს გააცნობიერა და შესაძლოა ახლაც ვერ აცნობიერებს, არის ის, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულების შექმნას ემსახურებოდა. პუტინი FSB-ზე იმდენად არის დამოკიდებული, რომ უკვე აღარ არის რუსეთის პრეზიდენტი, ვინც რეალურად აკონტროლებს რუსეთს. ეს FSB-ა. სად არის ამის მტკიცებულება? არც ერთი მათგანი პირდაპირ არ არის ნათქვამი. FSB ასე არ მუშაობს, მაგრამ ნიშნები არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძნელად შესამჩნევია, ქმნიან ღალატის ქსელს, რომელმაც პუტინი მოიცვა. პირველი საეჭვო ნიშანი იმისა, რომ FSB ზუსტად პუტინის ინტერესებში არ მუშაობდა, მაშინ გამოჩნდა, როცა მას დაავალეს რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრისთვის მომზადებაში დახმარება. უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში iStories იუწებოდა, რომ FSB-ს ოფიცრები პუტინს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კალბ ინფორმაციას აწვდიდნენ. ეს თავიდან არაკომპეტენტურობას მიაწერეს. თუმცა სინამდვილეში ეს შეიძლება ყოფილიყო FSB-ს მცდელობა, პუტინი იმ გზაზე დაეყენებინა, რომ რუსეთი ჩაეთრია ხანგრძლივ და მტკივნეულ ომში, რომელიც ნელ-ნელა დაასუსტებდა ავტორიტარ ლიდერს, რომელსაც რუსეთზე მეოთხე საუკუნეზე მეტია, რაც მტკიცედ უჭირავს ხელი. ახლანდელ ვითარებას თუ შევხედავთ, FSB მხოლოდ აძლიერებს თავის ძალასა და გავლენას რუსეთში, და ირონია ისაა, რომ ამ ყველაფერში ყოველ ნაბიჯზე პუტინს იყენებს. პუტინი უკრაინის ომის განმავლობაში FSB-ს უფლებამოსილებებს მუდმივად აფართოებს. როცა მისი შიდა პოპულარობა იკლებს, FSB-ს ძალა კიდევ უფრო იზრდება. რუსეთის უსაფრთხოების სამსახური იმდენად ინსტიტუციონალიზებული გახდა რუსეთის პოლიტიკაში, რიტიკაში, რომ პუტინსაც კი აღარ შეუძლია მის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა. როგორ შეძლებდა ამას? პუტინმა FSB გამოიყენა რუსეთის ელიტებისა და მოსახლეობის საკონტროლებლად. მხოლოდ 2026 წლის პირველ 4 თვეში პუტინმა 5 ჯერ გააფართოვა FSB-ს უფლებამოსილებები, იუწება ჯეიმსტაუნის ფონდი. ეხლა FSB არეგულირებს კონტაქტს რუსეთის მეცნიერებს შორის. მას შეუძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს შეუზღუდოს ინტერნეტზე წვდომა და საკუთარი დაკავების ცენტრები ააშენოს. FSB ახლა აკონტროლებს წვდომას რუსეთის ციფრულ არხებზე და ასევე წვეთს, ვინ შეძლებს მათ გამოყენებას მომავალშიც. ვლადიმირ პუტინმა ყველაფერს დაუქნია თავი, რადგან ძალიან ეშინია საკუთარი ხალხის. FSB-მ პუტინს მისცა იარაღი, რომელიც ბოლოს მისვე წინააღმდეგ შემოტრიალდება.
და კონტროლი კიდევ უფრო ღრმავდება, როგორც კი პუტინის შიშები იზრდება. და თუ პუტინს FSB არ აკონტროლებს, მაშინ ეს FSU-ა. რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურსაც შეიძლება კონდეს ცვლილი რუსეთის ინტერნეტზე დაწესებულ შეზღუდვებში. ითხოვინება გამოცემა მნიშვნელოვანი ამბები. როდესაც პუტინის ყურამდე გადატრიალების მცდელობების ხმები აღწევს, FSO აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს. ამცირებს იმ ადგილების სიას, სადაც პუტინი მიდის და დეტალურად ამოწმებს ყველას, ვინც მასთან შეხვედრას აპირებს. FSO ახლა აკონტროლებს პუტინთან დაკავშირებულ ყველა მედია მასალას, რომელიც საზოგადოებისთვის ქვეყნდება. FSB-ს მსგავსად, FSO KGB-ს განშტოება, რომელსაც პუტინი ასე ძალიან უყვარს, თუმცა ახლა ორივე მისთვის საშიშია. FSB უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. FSO აკონტროლებს პუტინთან წვდომას და მის ადგილს ამყოფელსაც. პუტინს შეიძლება არ ესმოდეს, მაგრამ გადატრიალების მცდელობის ყველა ინგრედიენტი უკვე მზადდება. უბრალოდ ეს ის ორგანიზაციები, რომლებიც თითქოს უნდა იცავდნენ მას, მაგრამ სწორედ ისინი აწობენ ყველა ამ ნაბიჯს. პუტინმა ამ ორგანიზაციებს გადასცა კონტროლი. ახლა ისინი ამ ძალაუფლებას იყენებენ იმისთვის, რომ მათი ლიდერი კიდევ უფრო ღრმად ჩაეშვას პარანოიის ჭაობში, რაც საბოლოოდ მის დაღუპვას გამოიწვევს. პუტინის საკუთარი შიში გამოიყენება იმისთვის, რომ ის დაემორჩილოს ამ ორგანიზაციების ზეწოლას. და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ამის იდეალური მაგალითი ირანში მომხდარი მოვლენებიდან. როდესაც მასობრივი პროტესტები დაიწყო ირანში 2025 წლის ბოლოს და 2026 წლის დასაწყისში, ირანმა უპასუხა კომუნიკაციების მკაცრი კონტროლით. ინტერნეტის გათიშვა განხორციელდა, რადგან ირანის რეჟიმმა სცადა კონტროლის დამყარება ქვეყნის მოსახლეობის ციფრულ იზოლაციაში გადაყვანით. ეს პირდაპირ ხელს აძლევდა FSB-ს. მათ შეეძლოთ ეჩვენებინათ ირანში მიმდინარე მოვლენები და ეთქვათ პუტინისთვის: "ნახე, არ გვინდა რაც ირანში ხდება, იგივე შეგემთხვეს შენ. მოდი წინასწარ ვიმოქმედოთ." მოგცეს ძალა, რომ ინტერნეტის გამოყენება შევზღუდოთ და შევძლებთ რუსეთის მოსახლეობის ორგანიზების შეჩერებას. და ხომ წარმოგიდგენია, FSB უკვე უნდა მიეღო უფლებამოსილება, რომ სრულად გაეთიშა ინტერნეტი და სატელეფონო ქსელები რუსეთში თებერვლის დასაწყისისთვის, სულ რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც ირანში პროტესტები დაიწყო. ეს ისეთი მანევრია, რომ პუტინმაც კი ვერ ხედავს და ამანის ჩიხში მოაქცი. პუტინმა იმდენი კონტროლი დათმო, რომ ნელ-ნელა მხოლოდ ფორმალურ ლიდერად იქცევა. რა თქმა უნდა, მისი ხმა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია რუსეთის მოსახლეობისთვის, მაგრამ რეალური ძალაუფლება იმ ორგანიზაციებს აქვთ, რომლებმაც პუტინის პარანოიაზე მოახერხეს საკუთარი გაძლიერება. გახსოვდეთ, რომ პუტინი კაცია, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას სასოწარკვეთილად ცდილობს. ხოლო სექტემბერში მოხდა, რომ ღია მიკროფონმა დააფიქსირა პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომლებიც საუბრობდნენ ორგანოების გადანერგვაზე, რათა სიცოცხლე 150 წლამდე გაიხანგრძლივონ. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი საბრძოლო მასალაა, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები პუტინით манипуლირებისთვის გამოიყენებენ. გინდა 150 წლამდე იცოცხლო, მაშინ დაცვა გჭირდება, რომ ეს მოხდეს, ასე რომ მიიღე მეტი კანონი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რაც გვინდა ის გავაკეთოთ. ამ ორგანიზაციებმა იციან, რომ პუტინი არასდროს გადადგება საკუთარი ნებით. ამიტომ, რასაც ისინი აკეთებენ, არის ის, რომ ემზადებიან იმ დრისთვის, როცა პუტინის ილუზიები მას დაეწევ. რომელი ილუზია ეს? სწორედ ეს არის კითხვა. თუ ეს ის ილუზია, სადაც პუტინს გონია, რომ 150 წლამდე იცოცხლებს, მაშინ უბრალოდ უნდა დაელოდონ და манипуლირება განაგრძო. და პუტინმა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება გადასცეს, სანამ გარდაულად ბევრად ადრე მოხდება. და შემდეგ FSB და PSO იქნებიან ისინი, ვინც გადაწყვეტენ, ვინ მოვა ხელისუფლებაში რუსეთში. ან FSB-ს შეუძლია პუტინის პარანოია გამოიყენოს მის სამართავად, მაშინ როცა აჯანტების ცეცხლი სხვაგან რუსეთში ინთება. საბოლოოდ რუსეთში ახლა ბევრი რამ ხდება, რასაც FSB პუტინის შიშის გასაძლიერებლად შეუძლია გამოიყენოს. პუტინის მოშორებას მხოლოდ მისი შიდა წრის ფარული მანევრები არ გამოიწვევს. ამ მანევრებს თან ერთვის რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურებიდან ზოგიერთის, საკუთარი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსვლაც. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, ჩვენ ვართ The Military Show. ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი თუ გსურთ ნახოთ, როგორ მოძრაობს რეალურად ძალაუფლება. შიში საინტერესო იარაღია. მისი მმართველობის უმეტეს პერიოდში პუტინმა შეძლო შიშის ეფექტურად გამოყენება, რათა შეენარჩუნებინა კონტროლი რუსეთზე. ის ასევე ზომიერად იყენებდა შიშს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის დიქტატურა სასტიკია, მან არ განახორციელა ისეთი სასტიკი წმენდები, როგორიც ძველი საბჭოთა ლიდერების, მაგალითად იოსებ სტალინის დროს ვნახეთ. პუტინი ყოველთვის უფრო ზუსტი იყო ამ საკითხში. მან მოწინააღმდეგეები ან აპატიმრებდა, ან უზღუდავდა მათ მედიასთან წდომას. ან კი აშორებდა მათ მკვლელობებით, რომლებიც თუმცა გზავნილი იგივე იყო, როგორიც რუსეთის წარსული ლიდერების მიერ იყო მიწოდებული. შეეშინეთ პუტინს, ნუ ჩაერევით პოლიტიკაში, თორემ შემდეგი თქვენ იქნებით ვინც გააქრობენ. ეს მიდგომა 2000 წლეულის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ის ასევე ეფუძნებოდა პუტინის ძლიერ ლიდერად აღქმას, რადგან ის ისე იქცეოდა, თითქოს მხოლოდ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც რუსეთის დაცვა შეეძლო. ახლა უკვე 4 წელზე მეტია, რაც სასტიკი ომი მიმდინარეობს, რომელმაც რუსეთს 1.3 მილიონზე მეტი მსხვერპლი დაუჯდა. დაიმახსოვრეთ, რომ FSB პუტინს ომის დაწყებიდანვე ატყუებდა. პუტინმა გამოავლინა, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ბევრად სუსტია ვიდრე ვინმეს ეგონა, რაც თავის მხრივ აჩვენებს, რომ პუტინი არ არის ის ძლიერი ლიდერი, როგორცაც ყოველთვის წარმოაჩენდა თავს. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა FSB, გეგმაში ჰქონდათ. ეს ნიშნავს, რომ შიშის ნარატივი რუსეთში თავდაყირა დადგა.
ახლა პროპაგანდისტები, რომლებზეც პუტინი ყოველთვის ეყრდნობოდა შიშის გასავრცელებლად რუს მოსახლეობაში, საპირისპირო მესიჯს ავრცელებენ. ისინი პუტინის წინააღმდეგ საუბრობენ. და ამით ისინი აჩვენებენ, რომ შიშის დასანერგად გამოყენებული ზომიერი მეთოდები, რომელსაც პუტინი წარსულში იყენებდა, იშლება. რუსეთის სამხედრო ბლოგერები, ანუ ზ-ბლოგერები, ამირები ამის უამრავ მაგალითს იძლევიან. უკრაინაში პუტინის შეჭრის მთავარი მქადაგებლები დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ეს ბლოგერები იყვნენ, რომლებიც ხშირად ყველაზე რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდებენ ქვეყნის წინააღმდეგ. მაგრამ როცა პუტინი ზღუდავს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა ტელეგრამი, რათა ბლოგერების გავლენა შეამციროს, ისინი სათითაოდ მის წინააღმდეგ გადადიან. არჩევისთვის უამრავი მაგალითია. 18 მარტს Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილია რომეზლო, რომელიც ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ზ-ბლოგერი იყო რუსეთში, ახლა მის წინააღმდეგ გამოვიდა. კრემლის ერთგულმა ილია რომეზლომ გაემიჯნა საკუთარ ბანაკს და თავის მრავალ მიმდევარს ტელეგრამზე პოსტი გაუზიარა სახელწოდებით. 5 მიზეზი, რატომ შევწყვიტე ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა. მიზეზებს შორის იყო ისიც, რომ პუტინი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და რომ მან რუსი ხალხი ჩიხში შეყვანილ ომში ჩაითრია. ეკონომიკა განადგურებულია, ხმამაღლა განაცხადა რომეზლომ. ცხოვრების დონე მიწაშია ჩაფლული, ინტერნეტზე ზეწოლა მთელ რუსეთში მიმდინარეობს და კორუფცია ყვავის. ვლადიმირ პუტინი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვლადიმირ პუტინმა უნდა გადადგეს და სასამართლოს წინაშე წარდგეს როგორც ომის დამნაშავე და ქურდი, განაცხადა Z-ბლოგერმა. და ის ერთადერთი არ არის, ვინც პუტინს ზურგი აქცია და რუს ლიდერს პირდაპირ დაუპირისპირდა უზარმაზარი ონლაინ აუდიტორიის წინაშე. ალექსეი ჩიდაევი, რომელიც ხელმძღვანელობს რუსეთის ფრონტის ხაზის დრონების ერთ-ერთ მთავარ განვითარების ცენტრს, 30 მარტს ტელეგრამზე დაწერა, რომ რუსები ახლა ფეოდალურ საზოგადოებაში ცხოვრობენ. არანაირი უფლებები არ არსებობს, მხოლოდ პრივილეგიებია, დაწერა ჩვეულებრივმა კრემლის აპოლოგეტმა. რომელსაც ტელეგრამის არხი აქვს მილიონი გამომწერით. უკრაინაში რუსეთის გაზაფხულის შეშეტევა ჩიხად შეაფასა და გააკრიტიკა ცენზურა იმ პლატფორმაზე, რომელსაც თავისი გზავნილის გასავრცელებლად იყენებს. პუტინისა და მისი პოლიტიკის მიმართ ასეთი ღია კრიტიკა რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, როცა Z-ბლოგერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ უკრაინაში შეჭრის პროპაგანდაში. პოლიტიკურ წრეებში პუტინი სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება. ზოგი შეფარულია, ზოგი კი აშკარად ნაკლებად შეფარული. ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად ისაუბრა აპრილში Washington Post-ს უთხრა, რომ რუსეთის ხალხს სურს პუტინის ომი უკრაინაში დასრულდეს. ზოგადი განწყობა ასეთია: საკმარისია უკვე. საკმარისად დიდხანს იბრძოლეთ. ყველას გონია, რომ ეს ომი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი, დიდი სამამულო ომი და ამავე დროს ჩვენ ვერც ერთ რეგიონს ვერ ვიგებთ, თქვა ოფიციალურმა პირმა, რაც პუტინის სამხედრო პოლიტიკის აშკარა კრიტიკა იყო. კიდევ ერთი რუსი პოლიტიკოსი, რომელმაც წარსული გაიხსენა, არის რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ჟუგანოვი. მან რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ეკონომიკა კოლაფსის ზვარზეა და პუტინს 1917 წლის მსგავსად აჯანყება ელოდება. და ისინიც კი, ვისაც პუტინი მნიშვნელოვან თანამდებობებზე ნიშნავს, მაგალითად რუსეთის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რუშეტნიკოვი, ირიბად აკრიტიკებენ. რუშეტნიკოვმა აპრილში რუს ბიზნესმენებს ღიად უთხრა, რომ ქვეყნის რეზერვებში ფული აღარ დარჩა, რაც საბოლოოდ ნიშნავს იმას, რომ პუტინმა ყველაფერი ომში დახარჯა, რომელსაც ვერ მოიგებს. და შემდეგ არის ქსენია სობჩაკი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც უკრაინის ომის მეოთხე წლის თავს ეძუნებოდა, სობჩაკმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებში პუტინის ომისგან გამოწვეულ ტკივილს ვერ გრძნობენ, მაგრამ ეს ტკივილი ყველგან სხვაგან არის რუსეთში. ეს არ ჩანს დედაქალაქებში, არ ჩანს ქალაქებში, მაგრამ უკვე ჩაქსოვილია ათასობით და ათასობით და ათასობით ადამიანის ბედში. და თუ რუკაზე მოვნიშნავთ თითოეულ დედას, რომელმაც შვილი დაკარგა, თითოეულ ცოლს, რომელმაც ქმარი დაკარგა, თითოეულ ოჯახს, რომელმაც ფრონტზე მოკული ადამიანი დაკარგა, მთელი ქვეყანა წითელი წერტილებით აინთება მწუხარებისა და მწუხარებისა და ტკივილისგან, დაწერა სობჩაკმა. რატომ არის მნიშვნელოვანი კსენია სობჩაკი? ის ვლადიმერ პუტინის ნათლულია. სადაც არ უნდა გაიხედოს, პუტინი ხედავს, რომ ყოფილი მოკავშირეები მის წინააღმდეგ დგანა. Z-ბლოგერები, რომლებიც ადრე ავრცელებდნენ ყველა იმ პროპაგანდას, რაც კი პუტინს სურდა, პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, რომლებიც აჯანმლებიც აჯანყდნენ და უარს ამბობენ პარტიის ხაზის დაცვაზე. პუტინის ნათლული ქალიშვილიც კი ეუბნება რუსეთის ლიდერს, რომ მისი დრო ამოიწურა და უკრაინის ომი უნდა დასრულდეს. პუტინთან ყველაზე დაახლოებულებიც კი მის წინააღმდეგ გამოდიან და რუსეთის პრეზიდენტი გადარჩენის რეჟიმშია გადასული. მას ომის დასრულება არ შეუძლია. ეს მის მმართველობას აუცილებლად დაასრულებდა. ის ასევე უარს ამბობს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე. მაგრამ შიში გაქრა და კრიტიკა იზრდება. რუსეთის ხალხიც უფრო თავდაჯერებული ხდება და ხმამაღლა ეუბნება პუტინს, რომ წასვლის დროა. გამოკითხვებიც ამას გვიჩვენებს. სახელმწიფოს კუთვნილი, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულ მოწონების რეიტინგის ყოველკვირეულ გამოკითხვაში გაირკვა, რომ პუტინის რეიტინგი უკვე მე-7 კვირაა ეცემა და 65.5% შეადგენს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. კიდევ ერთმა გამოკითხულმა კრემლთან დაახლოებულმა საზოგადოებრივი აზრის ფონდმა ასევე დააფიქსირა პუტინის ყველაზე დაბალი რეიტინგი 2022 წლის თებერვლის შემბერული. ის აცხადებს, რომ მისი რესპონდენტების 73% ფიქრობს, რომ პუტინი კარგად ასრულებს თავის საქმეს. საზოგადოებრივი აზრიც იცვლება, ისევე როგორც ყველაფერი სხვა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. და იცით ვის უხარია ეს ყველაფერი და ხელებს იფშნეთს?
FSB და სხვა KGB-ს განშტოებები, რომლებიც ახლა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავენ, გააძლიერონ კონტროლი როგორც პუტინზე, ასევე თავად რუსეთზე. პუტინის ერთადერთი პასუხი ამ ყველაფერზეა, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი სასოწარკვეთილი მცდელობები რუსი მოსახლეობის დასამორჩილებლად. და FSB-ს სიხარულით სურს გააგრძელოს პუტინის გამოყენება, რათა მიიღოს ის, რაც უნდა. როდესაც Z-ბლოგერები, პოლიტიკოსები და ხალხი ყველანი რუსეთის ლიდერის წინააღმდეგ გამოდიან, რუსეთიდან წამოსული სადაზვერვო ანგარიშები მიუთითებს, რომ პუტინის გარშემო უსაფრთხოება მკაცრდება გადატრიალებისა და მკვლელობის მცდელობების შიშის ფონზე. ამის შესახებ იუწყება CNN, რომლის ცნობითაც პუტინის უახლოესი წრის თანამშრომლების სახლებში უსაფრთხოების კამერები ყენდება, რათა პრეზიდენტისთვის შესაძლოს საფრთხე აიცილონ. CNN-ის ცნობით ასეთი ზომები 2026 წლის მარტიდან მოქმედებს, მაგრამ კვლავაც ეს ყველაფერი FSB-სა და FSO-ს ძალაუფლების დემონსტრირებაა. მათ უყურებენ ამ ჩანაწერებს. ეს ორგანიზაციებია, რომლებიც აკონტროლებენ ყველაფერს, რასაც პუტინი აკეთებს. ყველა ადგილს, სადაც ის მიდის და ყველა ადამიანს, ვისაც კი რუსეთის პრეზიდენტთან წვდომა აქვს. ძალაუფლების შესანარჩუნებლად გაწეულ სასოწარკვეთილ მცდელობებში, თავისი მმართველობის ბოლის ბოლო თვეებსა თუ წლებში, პუტინმა მართვის ბერკეტები სწორედ იმ ადამიანებს გადააბარა, რომლებიც მის ჩამოსაშორებლად ემზადებიან. ესე იგი, პუტინი უკრაინის ომის დასრულებამდე მოკვდება. იმ ძალაუფლების თვალსაზრისით, რაც მას რუსეთში აქვს, ის უკვე მკვდარია. დიახ, მას შეუძლია წამოდგეს, სიტყვები წარმოთქვას და დაავალოს FSB-ს, მოიშოროს ყველა, ვინც მისი აზრით გზაზე უდგას. მაგრამ ის ასევე იღებს კანონებს და მეტ ძალაუფლებას აძლევს გარკვეულ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველანი იციან, რომ ერთადერთი რაც კიდევ უფრო მეტის მისაღებად უნდა გააკეთონ, არის ის, რომ პუტინი კიდევ უფრო მეტად დააშინონ. რუსი პრეზიდენტის არსენალში ყველაზე ძვირფასი იარაღი მის წინააღმდეგ გამოიყენება. ეხლა ერთადერთი კითხვა ისაა, ვინ იქნება ის, ვინც პუტინის მმართველობას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს. იქნება ეს უკრაინა და მისი თავდაცვა იმდენად ძლიერი, რომ პუტინი მოკვდება ბევრად ადრე, ვიდრე თავის ოცნებას აისრულებს. შეიძლება ეს იყოს გაბრაზებული რუსების მზარდი ტალღა, რომლებიც დაიღალნენ პუტინის მხრიდან რეპრესიებით, როცა ის ვერ იგებს ომს, რომელიც თავად დაიწყო. ან იქნება ეს თავად FSB იყოს, რუსეთის ნამდვილი ძალაუფლების მფლობელები, რომლებიც პუტინს მუტინს მოიშორებენ მაშინ, როცა რუსეთის დასუსტებული ლიდერისგან ყველა ძალაუფლებასა და კონტროლს ამოწურავენ. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ კიდევ მეტი საწვავი ემატება იმ ცეცხლს, რომელიც პუტინს აღჩობს. ამ წუთებში რუსეთში რაღაც დიდი ინგრევა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა უბედურებიდან კატასტროფამდე მიათრევს თავს. ციფრები არ იტყუება და შედეგები ძალიან რეალური. და ამის შესახებ ყველაფერს გაიგებთ ჩვენი ვიდეოს ნახვით. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, თუ გსურთ იხილოთ მეტი ანალიზი და გამოკვლევა რუსეთის პოლიტიკის ბნელი მხარის შესახებ, რომელსაც პუტინი არ გიჩვენებთ. მადლობა, როგორც ყოველთვის ყურებისთვის.